დილამშვიდობის ლიკ, დილამშვიდობის. და მოედანი ახლა ჩვენია. აბა რა. მე მეძლებს გავთანაბრდი, ნახე დასხდნენ და უკვე ერთი ზომის ვარ. არ არის პრობლემა. შეგვიძლია კიდე უფრო შეგვიძლია. რამდენი არ არის საჭირო შეგიძლიათ დაიმაღლო. მაინც შევწევიდე ის შესალამი. აქ ვარ. დაო. არა, მეც მჭირდება საუბარი. სიმაღლეების დაპყრობა აქ ეს კონკურენტოთ ლიკას. ისევე როგორც ყველა, მე მგონი გარეთაც რო გაივლი ხო ყველა ფეხბურთზე საუბრობს, ამიტომ ჩვენ სამზარეულოს იქნება ისეთი, რაც მოუხდება ფეხბურთის საღამოებს. ან დილას თუნდაც და მოვამზადოთ ჰოთ-დოგები, უბრალოდ ცოტა ისეთი განსხვავებული ჩვენ ამ შემთხვევაში ვამზადებთ соуს და სალონეს მინდა ვთხოვო რომ დამეხმაროს და გავაგრძელოთ მისი შექმაზვა. აქ დაგჭირდება ცოტა მდოგვი, რომელიც გასახსნელია და გახსნილი დაგვეხმარება. აგევა გამომიყენეთ რა, ასევე გამომიყენეთ. დაგჭირდება ცოტა მაიონეზი, ეს არის იტალიური ბრენდი Piccolo, რომელიც წარმოდგენილია გუდვილში და არის ესეთი კომპაქტური და ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც არის შუშის ფილაში. ნახევარი ერთი კოვზით საკმარისია და ცოტა თაფლი დაგჭირდება. აქ გვაქვს დაჭრილი წითელი ხახვი და მჟავე კიტრი. ეს იქნება соуსი არის? მე დააბლენდერო თუ არა, ეს იქნება ბაკი საკმარისია. რბილობებიც ექნება შიგნით. ეს კი, რბილობები და ზემოდანაც ექნება გარდა მაგისა. ნახე ხა უბრალოდ ერთზე გაჩვენებთ, სანამ დავიწყებ სოსის მომზადებას. იცი რა, შენი გემოვნებით რა, აი როგორც და გახსოვდეს რომ აქ ხალხი ვარ დეგუსტაციაზე. აქ მოვათავსებ соус. ჯერ პირველ რიგში პურუშკაში, რომელიც არის ასევე გუდვილის წარმოება და აქვს უამრავი ჰოთ-დოგის თუ ბურგერის პურები, რაც ძალიან მოსახერხებელია მით უმეტეს ამ პერიოდში. შემდეგ მოვათავსებთ უკვე ცოტა წინასწარ შებრაწულ სოსის და ჩვენ გვაქვს ესეთი გერმანული სოსისი და ეს არის გუდვილის წარმოება, რომელიც მრავალფეროვანია საკმაოდ. აქვს 80%-ზე მეტი ხორცის შემადგენლობა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია სოსისის შერჩევა შეგიძლიათ გუდვილის ფილიალებში. აქვს სხვადასხვა სახეობები, რძიანი, გერმანული, მოკლედ არაერთი გამოგვიცდია და ძალიან გემრიელია და ასევე ანალოგიურ ხაზში არის წარმოდგენილი ძეხვეულიც და იქაც არის საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი. სოსის გავხსნით და გადავიტანთ ან ტაფაზე, ან საცხო ბლანკარზე, ჩემს შემთხვევაში და მოვათავსებთ ცოტა ხანი ღუმელში, იმისთვის რომ შეიბრაწოს და ასევე გვექნება ზემოდანაც ყველისა და მოხალული, ესეთი ქილის სიმინდის соуსი და ამასაც ზემოდან მოვათავსებთ და მე ერთად გავუშვებთ ამ ყველაფერს. რანაირი ქვია? როგორი ჰოთ-დოგი ქვია მას? ესეთი მსუყე. არა, ამერიკული არ არის. უნდა გაგახარო რომ ჩანახი როგორც დაგვერდი სახში გამომი. მომზადე მართლა. დედას ეგრევე დავავალე რომ დედამ რაო მე და ფანტასტიკური გამოვიდა. ახლა ამასაც გვერდები რომ თან ხო იცით რომ სნეკები მარტო ფეხბურთის მაყურებელს კი არა ბავშვებსაც არა. კი, ძალიან უყვარდა. სახში მომზადებული ყოველთვის არის კარგი, იმიტომ რომ ვიცით რასაც ვიყენებთ და რა პროდუქტებს ვიყენებთ. ცოტა თაფლი დამიმატე, ძალიან დიდი ხორცი. ეგონა რომ არჩილი მარტო დოგვის გახსნით შემოიფარგლებოდა, თავზე ადგას ამ соуსის ინგრედიენტები. აი რეცეპტორები ხვდები რა ამოსაწევია და რა ცოტა გასანეიტრალებელი. კი ბატონო, ვიცი არჩილს ვენდობი სამზარეულოში პირველი ის აგემოვნებს ხოლმე თაფლი, მანა გაუსინჯავადაც იცოდა რა. დოგვი, თაფლი და მაიონეზის ბალანსი გვინდა. მაიონეზი და დოგვის ნობა, საკმარისი მადლობა. გავუშვათ ცოტა ხანი ღუმელში. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ჩვენი რაოდენობის სტუმრებისთვის და ისედაც როგორც ხედავთ ნახეთ ჩვენი კალათა სავსე არის ძალიან ბევრი წასახემსებლით, საცმაცუნოებით, ეგრეთ წოდებული სნეკით. აქ გვაქვს იტალიური ბრენდის Piccolo's ჩიფსები, კლასიკური პაპრიკის და სხვადასხვა არომატები. ასევე არის ბატი-ბუტი, კრეკერები, სხვადასხვა გემოებით და ეს ყველაფერი ფეხბურთის საღამოებს ნამდვილად ძალიან მოუხდება. აი თან რამხელაა, ნახეთ. მოცულობითაც ისეთია. და არის სხვადასხვა გემოებით, არის ესეთი პოპკორნი, მოკლედ სხვათა შორის მე მანქანაშიც მიდევ ხოლმე საკრანტო რაღაცეები, სპეციალური უჯრა მაქვს და ძალიან
მე კი გაგუყვანდა. კი. ლაშა რამაზაშვილი სახელი რომ დაინახოთ მის გარეშე რომ იჭმება რაიმე ლუკმა ასახით გვიყურებს ლაშა ეს ოპერატორია ფაქტიურად აი გამადიდებლით ვიყურებ შენ არ გაწუხებთ თორე მირთმევით ოი რა კარგია მოდი ხა შეგვიძლია ეს აი ვაჩვენოთ უბრალოდ მაყურებელს და ერთი რაოდენობა აი საკმარისი ერთი კოვისი დაახლოებით ცოტას დაიმატებს არა ზოგოთ მე არ ჩამოიგნება და ამაში უკვე მოთავსდება ნახევრად თითქმის მზა სოსისი, რომელსაც ზემოდან გავუკეთებთ სიმინდის და ყველის, ესე ვთქვათ, соус, ეგეთ соуსი შეიძლება დავარქვათ. მოსასხამს, ხო. ამისთვის კი დაგჭირდება კილის სიმინდი, რომელსაც მოვხალავთ. ვხალავთ? კი, ტაფაზე მოვხალავთ და დავამატებთ ჩედარსა და მოცარელას და ისეთი გემრიელობა გამოვა, რომელსაც ზემოდან მოვასხამთ. ანუ სინამდვილეში ცალ-ცალკე ძალიან მშვენიერი იქნება სიმინდი მოხალული ჩედარის соусით და მოცარელათი, ცალკე ეს სალათი, როგორც რაღაცის მისაყოლებელი და ერთად ნეტა იცი აგემრიელია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თაფლი და ეს მჟავე შვება სასწაულ კომბინაციას აკეთებს. აი ხახვი, მჟავე კიტრი და თაფლი ცოტა ჩვენ ცოტა მაინც იმას ვქენით. მაიონეზი ცოტა შემოვიზოგეთ საკუთარი თავისთვის რა. თუმცა რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ უბრალოდ გავაკეთოთ კლასიკური და მხოლოდ რაც ჩვენ გვინდა კეჩუპი და დოგვი მოვასხათ. და ასევე გვექნება ფრი, რომელსაც შევწვავთ ზეთში, როგორც იწვება ხოლმე, თუმცა ასევე გავუკეთებთ ყველის соус, რომლისთვისაც დაგვჭირდება ცოტა რძე, ფქვილი კარაქი და ამას უკვე მეორე ჩართვაში დეტალურად გაჩვენებთ, მოვამზადებთ соус ასევე ჩედარით და მდნარი მოვედით. და გორიცალი. არა, ნელ-ნელა ვაკეთებ შენელებული კადრები უკვე ჩავაგებულია. როგორც წინა ჩართვა დავასრულეთ, ტაფაზე გვაქვს სიმინდი, რომელიც ცოტა მოვხალეთ და ახლა აქ უნდა დავამატოთ გახეხილი ჩედარი და მოცარელა და უნდა ესეთ საშუალო ცეცხლზე ეს ყველაფერი ჩადნეს. ეს ჭიქაში სხვა არ შეგვიძლია და კი, ისედაც, ანუ აი მე ვფიქრობ, რომ აი ჩიფსებთან, მსგავს რა კრეკერებთან ძალიან გემრიელი მისაყოლებელი და ძალიან გემრიელობაა, ხო? კარგად გამოიყურება. განები ხელი არ მოკ მოდი აი ეხლა აი ამას შენ გადმოგაბარებ. ზემოდანაც უნდა ეს უნდა გადავასხათ ზემოდან. ხო და თუ გინდა, ხელთათმანებსაც მოგცემ საუბარი, შეგიძლია ნელ-ნელა. ჯანუკუნები არის აქ. ეხმარება ჩვენს ლიკას. აი ეს ეს არის სოსისები, როგორც უკვე მოგიყევით გუდვილის ბრენდის, რომელსაც აქვს 80%-ზე მეტი ხორცის შემადგენლობა. ჰიპერმარკეტ გუდვილში წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის სოსისების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის ამ ხაზში არის ასევე ძეხვეულიც და სოსისების ჩამონათვალიც არის ესეთი რძიანი, გერმანული, მოკლედ ლუთან მისაყოლებელი და ჩვენ რომელი გვაქვს ლიკ? ჩვენ გვაქვს გერმანული. ჩვენ გერმანულ სოსისებს. კი ბატონო, მე ამასობაში აქ соуს მივხედავ, სანამ საუბრობ აბა. ასე. მე უბრალოდ გავშვივით ვიხარია მე. მე ამ ყველაფერს გავუშვებთ ღუმელში. ისე თიქ შენ უფრო ესეთი მსუნდა. ხო, რომ ზემოდან რაღაცნაირად კარგად მოპიწყინდეს, ხო. შენ ისეთი მსუყე კერძების მოყვარული დიდად არ ხარ, მაგრამ იშვიათად აგებულე თავის თავს უფლებას, რომ აი წელიწადში ერთი 4 წელიწადში ერთხელ არის მსოფლიოში. რა მოხდა? არაფერი. რაც თავარია, რა ხანი იუპიტერი არის ლომში, არ გავაფართოვოთ მადის მიმართულება. კი ბატონო. ერთი ჰოთ-დოგი დილას არის გემიერი ბოდიში. ხო, თამაშისას. ანუ უნდა დავაბალანსოთ ყვებაც მათ შორის, ყველაფერი გაფართოებისკენ ვარ და შეიძლება ეს გაფართოება წავიდეთ შენგენაც სხვაგან და ამიტომ ბალანსი ყველაფერში ყველგან თაფები და თუფები. გასაგებია. ხო, რას ამზადებთ ხოლმე ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას, როგორ ირთობთ თავს? არა, ფერს არ წამსაერთოდ. არა. მარტო ნერვიულობ. ხო, მე მაგალითად არ ვუყურებ.
არ მჯერა, აჩო, არ მჯერა. ეხლა შეიძლება სიტყვაზე რაღაც ისეთ მაჩებს არ უყურო, მაგრამ ბოლოსკენ ისე ხურდება ეს ყველაფერი, რომ აუცილებლად ისე სხვათა შორის ძამდილი ჭეშმარიტი გულშემატკივრობა ყოველთვის ამბობ რას ნიშნავს, ხა ვერ უყუროთ ფეხბურთს, ამის გარეშე, იმის გარეშე სუჭირდებათ რაღაცის დალევა, რაღაცის მიტყვა და მე რომ ნერვიულ პირიქით ვერაფერს ვერ ვჭამ, ხან ფეხზე ვხტები, ხან ისე და ჭამის მომენტს ვერ ვიჭერ. არა, ნახეთ აქ ელარჯი გვაქვს ამას. როგორ გაწევა გოგო? სიმინდი და ყველი, აბა მეტი რა არის თუ არა ელარჯი. და სალომე ნახე დაქნა იქი. დავი მხედა გვერდზე მეხედება. აბა და ნახე სალომე როგორ მეხმარებ ხა ეს სამ 1 2 3 თუ ერთიც დაეტევა დავატიოთ. აი ეს ერთი მე მგონი ესა რა გაიშვა. არის? არა უშავში. გაგვეხსნა? არა უშავს. გინდა ჩავანაცვლოთ? უცბად? თუ გინდა ჩავანაცვლოთ, აი მაქვს ეს ტიპური გამზადებული. რა მივწყავს დილით? და მე ეს ყველაფერი უნდა მოვასხათ, ამიტომ დაველოდები აწყობას და ესეც ასე. აქვე უნდა უკვე შემოვდგა ზეთი იმისთვის, რომ ნელ-ნელა შეთფეს და დავიწყოთ კარტოფილი ფრის შეწვა, რომელსაც ასევე მოუმზადებთ ყველის соуს და ვფიქრობ, რომ აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული სნექების კალათას ძალიან მოუხდება ყველის соусიც. როგორც ხედავთ, ჰოთ-დოგის პურიც გვაქვს გუდვილის წარმოების, ჰიპერმარკეტში დაგხვდებათ როგორც ჰოთ-დოგის, ასევე ბურგერის პურების და თუ სახში აპირებთ მომზადებას, იდეალური ვარიანტია და თან შეგიძლიათ გამოიყენოთ გუდვილის ვებგვერდი, gudvil.gi, ან მათივე აპლიკაცია და სასურველ პროდუქტს სასურველ მისამართზე გუდვილის გუნდი მოგაწვდით. შენ შეწყვეს ახლა. ჩანაცვლება გავაკეთე, ჩანაცვლება. სალ, მოდი, აბა ეხლა მე და შენ ეს მოვასხათ. აი ცოტა აქეთ რო გადმომიდგა. რაღაცნაირად დამიხმარეთ. აი ნახე აქა ვარ. ხახვი მივირჩე, უკვე განკმაყოფილ. შენ აჩო ისე გვეხმარები? ხო და აი მე მეტი შემიძლია, უბრალოდ აი არ მინდა ზედმეტი მოძრაობა ჩავიდინო რა. ეს ახლა ბალანსი არ არის, ვერ მე არ გამოგვიყვება მინდა ეს ბალანსი. მე ბალანსი. არაფერი არ მომისმენია ბალანსთან დაკავშირებით, რაც კვებას ეხება. დაგავიწყდა უკვე. არა, ჩემთან მიმართებაში მე აქ ეს უკვე ბალანსი აღარ როგორი არჩილი არის. აღარ არის ბალანსი. მოდი მაყურებელს შევახსენოთ, რა გვაქვს соуსი. სალომე მოამზადა და სალომე. ეს არის კიტრის, მჟავე კიტრი, წვრილადაჭრილი, წითელი ხახვი. გავუკეთეთ თაფლი მდოგვთან ერთად და ერთი კოზი მაიონეზიც. ხო, ჩვენ მაიონეზში მაინც ის გავაკეთეთ, დავზოგეთ მაიონეზი და თაფლზე გავაკეთეთ აქცენტი და მდოგვზე და ძალიან კარგია. ძალიან უხდება ერთმანეთს. აღდგომა და კიტრის სიმჟავე და იქ თაფლის შემოდის. ეს ორიც დაგვრჩა და ამას გავუშვებთ ახლა ღუმელში გაპიწყინებამდე და სულ ეს არის. შესანიშნავი დაბრუნება ექნება ამ ღუმელში შევსკუპებულ ჩვენს ჰოთ-დოგებს, ლიკას მიერ მომზადებულს, მართლაც, აი, თუ კი გინდათ გაანებიროთ ოჯახის წევრები, მოამზადეთ ეს და ერთ-ერთი თამაშის დროს შეაწოდეთ და იქნება ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი დიასახლისი ეგეთი, არა? ფინალო გამოსვლა სანდარიულო. აბა, შეხედა რა ბრაზილიელი აქეთ მოდი. მე არ მიშვებენ ახლოს. მოდი, შორი დაყურება გეხობ. ჩვენ არ შემომიშვეს და მაშა შენ უჩვენო დადასტურებულიკასთან და არ გინდა ეს. ლიკას სერვირებაში ხომ არ დაგეხმარ. ნახე თვალები აუცხრიალდა, თან გამენათები ვარ, სოფლიო ჩემპიონატს უყურე და არც დეგუსტაციაზე არ დამიწე. მე მგონი კეჩი ყველაზე გძელი გავხსნათ. ფრის ერთი ულუფა. არ ჩაფსიჩაგრა? რა ლიკო? კეჩუპი გამიხსენი, რა გთხოვ? აბა რა. გამოაკლიკას ახლა ღუმელი. ვამზადებთ ყველის соус, რომელიც ძალიან მოუხდება ფრის, ისევე როგორც კეჩუპი და კეჩუპი ხედავთ რომ გვაქვს კოპის იტალიური ბრენდი ექსკლუზიურად წარმოდგენილი გუდვილში. ამასობაში მე ორ სუფრისკოვს კარაქში, რომელიც გავადნე ქვაფში, დავამატე ორი სუფრისკოვზე ფქვილი, შემდეგ დავამატე უკვე როდესაც ეს ერთმანეთში კარგად გაიხსნა, დავამატე დაახლოებით 1 ჭიქამდე რძე 200 გრამამდე, აქვე დავამატე პაპრიკას და ნივრის ფხვნილს და აქ უკვე ჩავა ყველი, რომელიც არის ჩედარი, ცოტა მოცარელა დარჩენილი და ასევე ჩედარის აი ეს ფირფიტები და ეს ყველაფერი ერთად რომ გაიხსნება, მივიღებ ძალიან გემრიელ
ყველის соуს. ლიკა, ეს ჭირდებოდა ცოტა უფრო თხელი რო იყოს ეს соуსი? ხელით და ამავდროულად არც ძალიან თხელი, ეს უკვე ფქვილი გვეხმარება იმაში, რომ შეასქელოს. ხო, გაამყაროს. ერთგვაროვანი რომ იყოს. და ხუმელში, მე მგონი უკვე მზად არის ლაშა, ხო არ ჩაიჭყიტები. აი ლაშა როგორ გჭირდებოდი. აი ხედავ ლაშა. ლაშა აქამდე არ მოასწრა. წამით ერთი წამით გეთქვათ აქამდე. იმიტომ რომ შენ რო ეხა გააგრძელებ სპორტული ძირითადად საფეხბურთო ამბებს ჩვენ მე შემიძლია ბარტერი შემოგთავაზოთ. ლაშა ლაშა. 4 სპორტული ამბავი, 4 ჰოთ-დოგის ანაცვლოდ. არა 4 ლაშა. ლაშა მე მე მოგიყვები მთელი სოფლიო ჩემპიონატის კი ამბებს. ბატონო, მოყევით, მაშინ და მე დავასწავლე. ცოტა მარილი და მე კიდე გთავაზობ რომ აქ პატარა ჯიხური გავხსნათ ლაშა ჰოთ-დოგების. ლაშა გამოეწონება. გვერდი დამოუშენე. არა მოეწონება. მოეწონება. აი მიდი სადი ფეხბურთიდან აი არა იმაზე ხილად აი რა კარგი გამოხება იცი ყო ჩახლაშა გამოიყო მთავარი ინგრედიენტი თუმცა ახე როგორ გამოაქვს ასახემსებლებით ბევრი გვაქვს იმისთვის რომ თუ ყველის соус მიატანთ თუ კეჩუპს მიატანთ თუ პირდაპირ ჰოთ-დოგს მიირთმევთ რომელიც არის ძალიან საინტერესო და არა ესეთი სტანდარტული ვერსია თუმცა ძალიან ესეთი ნოყიერი, მაგრამ რადგანაც მთელი ღამე უნდა გაათენოთ და მე კიდე დილით ფეხბურთს უნდა უყუროთ, ამიტომ ნოყიერი გჭირდება რა. მართალი ხარ ლიკა. ეხლა დღე და ღამე გვა გაერთიანებული, გადაბმული ამ ფეხბურთების გამო და რაღაც ცოტა კალორიაში უნდა დავაბალანსოთ რაღაც რა. ცოდოები რა. ვით უმეტეს ვინც სპორტზე მუშაობს. კაი დღეს რას უყუროთ ლაშა? ესე იგი, დღეს გასული მუნდიალის ფინალისტები ითამაშებენ. არა ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ მოქმედ ჩემპიონი არგენტინაც ითამაშებს და აუ, არგენტინის თამაში ძალიან წინის წინა ჩემპიონი საფრანგეთი და გასული მუნდიალის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრებიც ითამაშებს აუცილებლად სენეგალის წინააღმდეგ 23 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა. შემდეგ სტარტს აიღებს ირანის და ნორვეგიის დაპირისპირება, ესეც ძალიან საინტერესო. ირანმა ეხლა ერაკის და უკაცრავად ნორვეგიის დაპირისპირება, კი ბატონო. ჰალანდის ხილვა მსოფლიოზე ძალიან ბევრს მაგერ ბატონო გექნებათ ახლა ამის შანსი. დილის 5 საათზე არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაუპირისპირდება თავის მეტოქეს, ალჟირის ნაკრებს და ავსტრია იორდანიას შეხვდება დილის ეთერში, დილის 8 საათზე დაიწყება ეს თამაში. შესაბამისად, ხვალ დაახლოებით დილის 10 საათზე შევხვდებით ერთმანეთს და საკმაოდ ვრცელი მიმოხილვით მიმოვიხილავთ ამ 4-ვე შეხვედრას, იმიტომ რომ რთულია ხო ოქროი მატჩზე თვალის დევნება დამეთანხმება ჩვენ დილას იქნები მოწოდების სიმაღლე. დილა მშვიდობისა საქართველოს იქნები ხვალ მე მხოლოდ ერთი. სოლო შემსრულებელი წარსდგება. ჩემი საავტორო გადაცემით შეგხვდებით ხვალ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩემი სტუმრები ძალიან. მადლობა ლაშა, ესე უთენია რომ გაგვაღვიძე. ნახეთ როგორი ყველის соус. ეს მე გამიკეთებ ცალკე რომ იცოდეთ თასი. თუ შეიძლება ვაჩვენოთ აქ რა ხდება? ლიკა ძალიან უნდა უფრო ის მორჩენილი ჩედარის соуსი დავაგემოვნე ყველმა ისეთი გული ასე ვთქვათ დამიკმაყოფილა და მომსუყარო ვეღარ შეჭამ ამას შეჭამ სამაგერად მე შევჭამ მოგიყვებით კი მარტივად მოსამზადებელი და სწრაფად მოსამზადებელი კერძები შემოგთავაზეთ დღეს და თუ თქვენ ესე ჩართულები ხართ და დარწმუნებული ვარ რომ ხართ იმიტომ რომ სადაც გავივლი ყველგან და ყველა ფეხბურთზე საუბრობს ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ ძალიან მარტივად Goodwill-ის ვებგვერდს Goodwill-G ან მათივე აპლიკაციას და მარტივად შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები შეარჩიოთ და Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში სასურველ მისამართზე მოგაწვით. კეთილი ლაშა